დღევანდელი ელიტის პირობებში იმ დაუშვათ მართლობის პირობებში რაც დღეს ევროპაში არსებობს ამ შემთხვევაში გულისხმობ მერს გულისხმობ მაკრონს გულისხმობ სხვებს კიდევ ხო ვინც დაუშვათ აი ამ სიგიჟის თანაავტორები არიან დაუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ნუ წინა ადმინისტრაციასთან ერთად აი ამ ხალხის პირობებში აი ამ ხალხის დაუშვათ თქვა ორგანიზებით მე წარმოვიდგენელი მგონია თუმცა ამ მერცი და ნებისმიერ ევროპელი ლიდერი მათ შორის მაკრონი და სხვაებიც ძალიან კარგად ხვდებიან რომ ევროპა არ შეიძლება გადაიქცეს თურქული გავლენების ზონა. აქედან ზუსტად ამის პრევენცია იყო, ზუსტად ამიტომ გაკეთდა ის განცხადება, რომ გერმანელები იქნებიან დაუშვათ ის ძალა და ის ქვეყანა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებაზე აიღებს პასუხისმგებლობას და დაახლოებით იგივე მინისტრები გააკეთა დაუშვათ მაკრონმა, რომელსაც ასევე საფრანგებსაც აქვს დაუშვათ იმის ასე ვთქვათ პრეტენზია, რომ თვითონ შეძლებენ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხო? აქედან გამომვლად ეს იქნება დროში გაწერილი პროცესი და მე იმას ვამბობ აქ, რომ მე არ მეგუрлება ძალა მეთქი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ პროცესს დაუშვათ ხელს შეუწყობს იმას რომ ევროპა შედგეს როგორც სუვერენულ რაღაცა პოლიტიკური ეროვნული ლიდერების, ნაციონალური ლიდერების პრობლემა აქვს, ეს ახლა ცნობილია. სერიოზული პრობლემა. ეს არის ის ჩამონათვალი, რაც თენგო შენ გააკეთე, ბოდი ცოტა განსხვავდებიან. აი რა ჩამონათვალი შენ გააკეთე ევროპასთან დაკავშირებით. ყველაფერი რაც შენ თქვი ამაში, თავად ევროპელებმაც იციან ეს კარგად და ჩვენ რომ სოციოლოგები არ ჩაუტოროთ ამ კუთხით. ყველაფერი გააჩნია ევროპას გარდა ერთისა და მთავარისა დღეს დღევანდელი ერპოლიტიკაში. არც ერთ აი შენ დამისახელე მე ევროპული ქვეყნები ცალცალკე ანუ ევროკავშირის როგორც არა ევროკავშირი ცალცალკე ევროპული ქვეყნები წარმატებული ევროპული ქვეყნები დამისახელე სადაც არ იყოს ნომერ ამათ არ აქვს თავარი პოლიტიკური ლიდერები არ ყავთ რომელიც ამაზე წავლენ. ამაში გეთანხმები უყურე რესურსის გამოყენება. მოდი კიდევ ვთქვა ვინ იყენებს რესურსს ანუ არსებობს რესურსი რომელსაც თუ ადამიანი არ მივიდა გონიერ ადამიანზეა საუბარი ხელისუფლება რაციონალურად არ გამოიყენა. ეს რესურსი რაციონალურად არ გამოიყენა